მოგიკითხო. მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა უცბად მოვიტყოლ ის ადამიანის პატიმრობასაც შინახართ, ის ადამიანები, ვინც ხართ უცხოეთში და ყველას ვისაც რაღაცა გასაჭირი გაქვთ, რაღაც განსაცდელი გაქვთ, ყველა მინდა რომ მოგიკითხოთ, ბედნიერება გისურვოთ და აუცილებლად ჩემი ერთგული, აი ძალიან მაგარი მსმენელი მყავს მე და ძალიან მაგარი ხალხი ხარ და დიდი მადლობა ამისათვის და შემოქმედის ეპარქიაში სულხან გორგოძე არის ესეთი ადამიანი, რომელიც აი ძალიან დიდი ხანია გვიყურებს ტიქაროსანი ბიჭი არის და მინდა რომ აქედან უსურო ბედნიერება და სიხარული და ძალიან დიდ პატივს ემესე შორიდან და ესეთი ადამიანი უამრავი არის ჩემ იმაში რა ქვია ცხოვრებაში და მადლობა რომ ხართ რა დიდი მადლობა ესეთი მხარდაჭერის ესე შორიდან გეფერებით ყველა მამა გიორგი ვაშალომიძის მხრიდან არის იქითკენ ცხოვრობს მამაოც და რა ვიცი ის სულ ყოველთვის რაღაცა მოკითხვებს და იმას გვაბარებს ხოლმე და აუცილებლად ბედნიერება მინდა გისურვო რაც თავარია და დიდი მაგალითი ხარ ჩვენთვის და ყველაფრისთვის სიკეთეს გისურვებთ ყველა იმ ადამიანს ვინც აი ესე ხარში მიდგა ხარ ჩემი იმედი ხარ და გილოცავ დღევანდელ დღეს და სხვათა შორის მამა ძალიან უყვარხართ ხალხს და ძალიან მოწონთ მამა დავითის ქადაგებები დღეს ყავს ესე რაღაცა თხოვე წარმოგიდგენთ ამ ზაფხულში ესე მოვიდა შეწუხდა უღრმეს მადლობას მოგახსენეთ მამა მობზანებისათვის და თუ შეიძლება დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით და მე კითხვებზე გადავალ თქვენ რამდენი ხანს გინდათ ისაუბრეთ და შემდგომ კითხვებზე გადავალ კიდე რომ ადამიანებს რო აუხსნათ აი როგორ უნდა შევიცვალოთ ჩვენ თვითონ და რას ნიშნავს თვითონ ეს დღესასწაული რას გვეუბნება მამა მადლობა გიორგი მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ მადლობა გიორგი მოწვევისთვის მე ვესალმებით თქვენს მსმენელებს მაყურებლებს და ყველას თქვენიდან დაწყებული თელ სამყაროს მიულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს თავისი მნიშვნელობით დატვირთულ აი ამ დღევანდელ დღეს საკითხავებით სახარებაში უამრავი რამ არის ნათქვამი თითქოს მოცულობი ძალიან მცირეა მაგრამ თითქოს ყოვლისგან მრავლის მომცროლი მაინც არის მინიმუმ და მრავალჟამიერი დამაფიქრებლად, სასწავლებლად, სამოძღვრებლად და საშუალებად იმისა, რომ ადამიანი ყოველდღიურად უფრო ნათელი ხდებოდეს, უფრო უკეთესი ხდებოდეს, ვიდრე არის დღეს. ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანი, რომ ხვალე ვიყოთ უფრო უკეთესები, თავდაბლობით და უბრალოებით, რა თქმა უნდა. დღევანდელ დღეს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ფერიცვალების დღესასწაულს, რომელიც ისტორიულად თაბორის მთაზე მაცხოვარმა თავისი მოწაფეთაგან პეტრე, იაკობ და იოანე აღიყვანა და მათ წინაშე იცვალა ფერი და ესე იწყება დღევანდელი სახარება, რომ შემდგომად 6-ისა დღისა. პირველივე თვითონ ერთი სიტყვა შემდგომად, რის შემდგომად, რატო წერია აქ, რომ რაღაცის შემდგომ, ანუ ეს შემდგომად რაღაცა მნიშვნელოვანია და ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც მაცხოვარი თავის ჯვარცმამდე 40 დღით ადრე თავის მოწაფეებს, თავის მიმდევრებს ესაუბრება იმ მომავლის შესახებ თუ რა ელის მას, ანუ ჯვარცმის შესახებ. ამიტომ სიმბოლურია დღევანდელი დღიდან მე-40 დღეს არის სწორედ ჯვართამაღლების დღესასწაული. ესაუბრება და ამზადებს. და ამავდროულად ჯვართან დაკავშირებით უფალი ბრძანებს, რომ ვისაც უნდა რომ მე შემომიდგეს, უარყოს თავისთვის და აღიღო ჯვარითვისი და შემომიდგეს მე. რამე თუ ადამიანი, რომელიც ღვთის ჯვარს მოთმინებით და უბრალოებით აიღებს, მაშინ არის ეს მსუბუქი და მაშინ არის ეს მაცხონებელი. ჩვენ ყველაფერი გვიჭირს, რასაც ჩვენ მარტო ვებრძით. და ჩვენ თუ უფლით ვებრძით, უფრო მეტი პრობლემა შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო მეტად მსუბუქი. რამე თუ მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდო შენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფალმა აკეთო შენი საქმეები. არა, ის შენი საზრუნავები შენ უნდა გააკეთო. ხოლო მიტევება ნიშნავს, რომ და იყოს ნება ღვთისა და ჩვენ ამას მივყვებით. მათე და მარკოს მახარებელი, მათე მარკოზი და ლუკასთან გვაქვს ეს. ორი მახარებელი ამბობს, რომ 6 დღის შემდგომ. ეს 6 დღის შემდგომ ნიშნავს, რომ მე-7 დღეს და როგორი სიმბოლურია. ჩვენ ადრე გადაცემაში ვთქვით, ხო, ვისაუბრეთ 12-ზე და მნიშვნელობაზე 8-ზე და ასე შემდგომ. მე-6 დღის შემდგომ არის მე-7 დღე. მე-7 დღეს აღიყვანა მთაზე. თვითონ მთა სიმბოლურია. დედამიწიდან ამ სოფლიოდან თითქოს მოწყვეტილი. აი, ჩვენ როცა რო დავაკვირდეთ, როგორ იყო ისტორიულ დროს ყოველივე ტაძარი იყო დასახლებული პუნქტიდან მოშორებულ ადგილას და შემაღლებულ ადგილას. ანუ ეს სივრცით მდგომარეობაში გეხმარება, დამხმარე საშუალება, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში დამხმარე საშუალება სული ცხონებისათვის, თუნდაც ტაძარში სიარული ლოცვების წაკითხვა და ასე შემდგომ, რომ უმთავრესთან, უფალთან ერთად მიხვიდე და როდესაც ეს გზას გადიხარ, სადაც მოსახლეობა არ არის, თითქოს შენ წყდები ნელა ამ სოფლიურ თუნდაც ხედვას. ვერ ხედავ ამ შენობა ნაგებობებს, ავტომობილებს და ასე შემდგომ. ასე ეხმარება ადამიანს გზად მიმავალი ლოცვა, სანამ ტაძარში შევა.
ის ლოცვა რო წერია შევიდე სახლსა შენსა და თაყვანიცე ტაძარსა წმინდასა შენსა შიშთა შენი უფალო ეს დღეს ღრუბლზე წერია მაგრამ ამის აკითხავს ვერც კი მოასწრებ უკვე შესული ხარ ეს ადამიანმა უნდა იცოდეს და როგორც კი კარიბჭეში შემოვა ტაძრის კარიბჭეში იქიდან ტაძრის მთავარ შესასრულამდე აი ამ ლოცვას უნდა იმეორებდეს რომ მან ამ სოფლიური აზროვნებები მწუხარებები და პრობლემები ტაძარში არ შეიტანოს რომ იქაც ამით არ იდგეს არამედ იქ მივიდეს უმთავრესთან უფალთან რომ მისი გონება და გული უნდა იყოს როგორც შვილი ბავშვის, როგორც სუფთა, როგორც წმინდა დასამუშავებელი მასალა და უკვე მომზადებული იყოს ჩაერთოს აი ამ ურთიერთობაში, რასაც მოძღვრისა, სასულიერო პირთა, მგალობელთა, მედავითნთა დამოკიდებულება არის უფალთან მიმართებაში. და ხოლო მარკოს მახარებელი ბრძანის მერვე დღეს. ნახე მერვე დღე, მარადიულობის დღეა, მარადიულობის სიმბოლოა. მერვეს იმიტომ ამბობს, რომ ის იმ დღიდან იწყებს ათვლას, რომელიც დღესაც მაცხოვარმა ესაუბრა, რომელ დღესაც ჯვარცმის შესახებ. და ცნებაში როგორ გვაქვს, მოიხსენე დღე იგი შაბათი, 6 დღესაში ნაიქმოდე, ხოლო დღე იგი მე-7 არს უფლისა. ანუ თუ გინდა რომ მე-7 დღეს თაბორის მთაზე ახვიდე, უფალთან ერთობაში იყო, ეს 6 დღე, აქ ისე უნდა იცხოვრო და იმუშაკო, რომ იქ მე-7 დღეს იმის ღირსი გახდე, რომ იქ უფალმა აგიყვანოს, ან იქ უფალთან ერთად იყო. და რა წერია აქ? შეიყვარე მოყვაცი შენი ვითარზე თავითვისი. რა უნდა ვაკეთო დედამიწაზე 6 დღე? პავლე მოციქული ბრძანებს ძალიან მოკლედ ვიტყვი. გინათ უჭამინდეთ, გინათ უსულმინდეთ, გინათ ყოველსავე რასაცა იქმოდეთ, სადიდებლად ღვთისა იქმოდეთ. ანუ ყველაფერში უნდა იყოს სიწმინდე, სიმართლე, ჭეშმარიტება, გულმართლობა და ასე შემდგომ. აი ეს 6 დღე აქ რომ მუშაკობ, მაშინ მიდიხარ ესე რომ თქვა და ხარ ღირსი იმისა რაც ხდება თაბორის მთაზე. ანუ ესეც რაღაც სიმბოლურად არის კავშირში. რა ხდება იქ? მაცხოვარმა იცვალა მაწინაშე ფერი და თოვლივით სპეტაკი და ასე შემდგომ როგორც დღეს სახარებაში წერია. ეხლა ბუკვალურად ამას თუ გავიგებთ, ჯერ ისტორიულად მოვყვებით და მე ჩვენ რა უნდა ვისალოთ ამისგან. თუ ვიტყვით რომ მაცხოვარმა ფერი იცვალა, ესე იგი მაცხოვარში, ანუ უფალში არის რაღაც ცვალებადობა. ეს საღვთო თვისება არ არის. არამედ რა მოხდა თაბორის მთაზე? მაცხოვარი, რომელიც განსხეულებული, ანუ განკაცებული, საღვთო ბუნება ამ შემთხვევაში შემოსილია კაცობრივი ბუნებით, ანუ მატერიალური სხეულით და კანის ფერზე არ არის აქ საუბარი. აქ არის საუბარი მის საღვთო დიდებაზე, რომელსაც მოსავს გარედან ეს კანის ფერი, ანუ ეს ხორცი. მაგრამ ამ ხორცის მიღმა არის დაუტევნელი. ანუ თვალ გაუსწორებადი სიკაშკაშე. ანუ ეს არის სიწმინდის სინათლე, ესე რო ვთქვათ. მე ამ დღესასწაულს ესე ლამაზად მამებიც ამბობენ, ესე ვიტყოდით რომ დღევანდელ დღეს არის ასევე გამოჩინება საღვთო დიდების იმ ნაწილისა, რისი დატევნაც ამ შემთხვევაში მოციქულებმა შეძლეს. აი ჩვენ გავიხსენებთ აქვე ვიტყვი რომ აქ იყო ასევე მოსე და ელია, ეს მოციქულებმა იხილეს. და რატო ვახსენებ მოსეს? როდესაც მოსე სინასტაზე ავიდა, მანო მაცხოვრის ანარეკლი იხილაო და მისი სახე ისე ბრწყინავდაო, რომ ჩამოვიდა ჩადრი დაფარული იყო. ანუ ადამიანს ფიზიკურად, ვიზუალურად თითქოს გამონათება ჰქონდა ისეთი, რომ თვალის გასწორებას კი უჭირდა სხვას, სიკაშკაშე. ეს როგორ არის? ეს როგორ გავიგოთ ახლა? ანუ რაც უფრო ადამიანი შიგნით კეთილია ცხოვრების წესით, ხო? სადაც გამოჩნდება ყველგან ანათებს თითქოს. არ ანათებს ბიოქიმიურად, ესე რო ვთქვათ, რაც აქ ნატურას თვისება. არ ანათებს მისი მადლი, რა თქმა უნდა, მხიარულობით, დადებითი განწყობით, თანადგომით, მოკითხვით, გამხნევებით. ესე ბრწყინავდნენ ნათელი თქვენი წინაშე კაცდა. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ განათებული სანთლებით ვიაროთ ან ლამპრებით. არამედ ჩვენი საქმეები, რაც ზემო ჩამოთვალე, ესე რო ვთქვათ, სათნოებები, უნდა იყოს მანათობელი. აქედან გამომდინარე, მაცხოვარმა ის საღვთო ბუნების რაღაცა ნაწილი ისე გამოიჩინა ადამიანთათვის. ფერი იცვალეს მოციქულებმა, ანუ მათი აზროვნება უფრო სპეტაკი გახდა, ანუ არ იყო სხვა ფერი და კი არ გახდა სხვა ფერი. ზოგადად აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მართლებულ წიაღში ნათლობით უკვე ეკლესიის წევრია, ყველა უკვე არის თეთრი. პირდაპირ მნიშვნელობით. თეთრი და წმინდა. და ჩვენი ცხოვრების წესით ეს თეთრი უფრო და უფრო ჩდება სპეტაკი. ანუ იქო წერია რომ თოვლივი თეთრი. ეხლა თოვლი თეთრი გასაგებია, მაგრამ შეიძლება მზერა გაუსწორო. თოვლივი თეთრი სინათლე პირდაპირ მნიშვნელობით მოსეს სახეზე არ აღიბეჭდებოდა. აქ არის საუბარი ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელ სიკაშკაშეზე, მადლის მიერ გამოსხივებაზე, რომელსაც შეუძლია ადამიანის სახეზეც კი აღბეჭდოს, ესე რომ ვთქვათ, ეს სიკაშკაშე.
და ეს იხილეს ამ მოციქულებმა. გამომდინარე აქედან ასევე წერია, რომ 3 წაიყვანა და რატო 3? 2 თუ 3 ადამიანი დაემტკიცებისო სიმართლე. და ეს 3 იყო საჭირო იმისათვის, როდესაც მაცხოვარმა ბოლოს დაბრუნებისას ესე უთხრა, რომ როდესაც მოხდება ჯვარცმა, მის შემდგომ ეს უამეთ ჩემ მოწაფეებს და მოციქულებს. ეხლა ჩვენ აი ამ ნახევარი სახარების ციტატიდან რა ვსწავლოთ? პირველ რიგში ვსწავლობთ, რომ ეს 6 დღის მნიშვნელობა ვიცოდეთ. ესე იგი ვემსახუროთ უნდა ერთმანეთს და იწყება ეხლა ჩვენ ფერი იცვალება. ეს ჩვენ ხო მოვისმინეთ. იქ რომ მოხდა, იმიტომ კი არ მოხდა, რომ ეს მოხდა და დამთავრდა. ეს ყოველ წუთას უნდა ხდებოდეს დღეს. ორი რამე უნდა ახსოვდეს ადამიანს უმთავრესად. ერთი დიდი პარასკევი, ჯვარცმის ამბავი და მეორე აღდგომა. ესე უნდა იყოს ადამიანი, რომ ის მწუხარებას უნდა ახსოვდეს, რომ რა კაცობრიობას ვალი ღვთის წინაშე და ასევე მადლიერება ღვთისა კაცობრიობის წინაშე. და მეორე, ნახეთ, ეს ელოდება ყველა ადამიანს. მარადიული განახმრთობა რა არის, რომ ადამიანი აბსოლუტური ღმერთი ვერ გახდება, მაგრამ მუდამ განიხრდება, როგორც შემეცნება. ადამიანმა შეიძლება მსოფლიო წიგნები ვერ წაიკითხოს, მაგრამ სიკვდილამდე იკითხოს სწავლა, სიკვდილამდე და ასე შემდგომ. და იმდენი რამე წაიკითხოს, რომ თითქოს მაგაზე მეტი ნასწავლი დედამიწაზე არავინ არ იყოს. გესმით? ასე რომ ჩვენ მარადიულად უნდა ვეცადოთ, რომ ცოტ-ცოტა ნათება ყოველ მარხვაში, ყოველ დღესასწაულებზე ჩვენს სულს, ჩვენს ცხოვრების წესს შევხმატოთ მანათობლად. და დღევანდელ დღეს იკონოგრაფიაში არის მაცხოვართან ერთად მოსე და ელია გამოსახული. მოსე ვიცით რომ აღსრულებული ადამიანია და მოსეც მთაზე დგას. და ელია წინასწარმეტყველიც მთაზე დგას. ეს არის დამადასტურებელი იმისა, რომ ამ ადამიანების ცხოვრებას მიწიერს მოწყვეტილია და ზეაღმატებულია. მოსე 10 მცნების ჩამომტანი და ჯულმდებელი უფლის მიერ და უფალმა სწორედ ამი დაამტკიცა, რომ კი არ შეიწყანა მოსეს ჯული და სწავლება ან ელიას წინასწარმეტყველება, ან კი არ დათანხმდა, არამედ მის მიერ იყო ეს დაწერილი მოსესგანაც და ელია წინასწარმეტყველისგანაც. ამიტომ მოსე თითქოს არის სახე მიცვალებულთავ ერთ-ერთი მამა ამბობს, რომ მოსე ამ ამბავს აბრაამის სიახში ეტყვის ადამიანებს, რა იხილა აქ. და ელია წინასწარმეტყველზე რა შეიძლება ვთქვათ? ესიც ქორების მთაზე, ქარმელის მთაზე საოცარი რა მოხდა. მანო ერთ-ერთი ისრაელის მეფე იყო თავის მეუღლესთან იეზებელთან ერთად, რომელიც წარმართი კერპის ბაალის მსახურები გახდნენ. და მან შესთავაზა ესეთი რამე, რომ აი მოდით შევიკრიბოთ ჩვენ აქეთ მეორე მხარეს ეს კერპთაყვანიცემელი ქურუმები 450 ქურუმი იყო შეკრებილი და დავანთოთ ესე რომ ვთქვათ შეშა დავდოთ და შევწიროთ მსხვერპლი, რომელზეც გარდამოვა ზეციური ცეცხლი, ის იყო ჭეშმარიტი სარწმუნოება. დილიდან საღამომდე 450 ადამიანი ლოცველი ქურუმი ყიჟინას დასცემდა, მაგრამ ცეცხლი არ გარდამოვიდა. რა გააკეთა ელია წინასწარმეტყველმა? ამ შეშაზე შესაწირავი რო დადო, მის ირგვლო გალავნადო მიწამოიღო, წყალიც კი ჩაასხაო და სამჯერ დაასხა წყალი. მცირედი ილოცა, ეგეც როგორც საინტერესოა და ცეცხლის ზედის სეტყვა გარდამოვიდაო, არამც თუ შესაწირავი, არამც თუ შეშა, ქვა და წყალიც კი ნაცრად აქციაო. გესმით ხო? ეს რას გვასწავლის ახლა? ეს ისტორიული ფაქტი კარგი მოხდა, მაგრამ ეს რაღაც იგავებით ხომ არ არის. ეს იმას გვასწავლის, რომ როდესაც ადამიანი ჭეშმარიტებას უყურებ, ამ უდიდეს სასწაულებს ისმენ, ლაზარეს აღდგინებას და მერე მოუყვები დღემდე ესე ღვთივ გამჯნობილ მამათა მიერ აღსრულებულ სასწაულებს არა მოჩვენებითად, არა საქებრად, არა ტაშის დასაკრულად, არამედ ადამიანის სულის გადასარჩენად, ან მოსაქცევად, ან განსაკურნებლად და ეს საღვთო მადლი ამ დედა ეკლესიის წიაღში რო ტრიალებს, შენ უნდა აღიარო იგი. იქ უამრავმა ადამიანმა, ვინც კერპების მსახურები იყვნენ, აღიარეს ელიას ღმერთი, ესე რომ თქვა და პირქვე დაემხნენო და ეს 450-ვე იქვე დაისაჯა. აქედან გამომდინარე, აი ესეთი სასწაული მაინც-ამაინც შერკინებითი რომ არ ვნახოთ, რა აუცილებლობა ამისა. დღევანდელ დღეს ისტორიას რო გადახედავ მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, ფაქტობრივად ჩათვალე რომ თუ ბძენი ხარ, გონიერი ხარ და მინიმუმ ჯიუტი არა ხარ, უკვე ცხონების გზაზე დგახარ მტკიცედ. ესიც საკმარისია იმისა, ზარუკა მოცემული. დამთავრებულია, აღარ გაქვს საძებარი არაფერი. მხოლოდ უნდა დაიწყო უკვე ღვაწლი.
დიახ და თუ შეიძლება მამაო თქვენგან ძალიან საინტერესო კითხვა დამებადა ეხლა და ძალიან მაინტერესებს ეს ძალიან რთული ურთულესი საკითხი არის ეს როცა თქვენ თქვით დასაწყისში რომ ადამიანი რომ შედისო პრობლემები გარეთ უნდა დატოვოსო და სამწუხაროდ ჩვენ და მამაო ერთ ლოცვისას ერთ ეკლესიაში და სხვათა შორის ძალიან ბევრი პრობლემასაც მოუყვანია ეკლესიაში და ამ პრობლემას ვერ გაურბის და მაინც ეკლესია ის ადგილია სადაც აი რაღაცა სამონტყოფოსავით არის ან სასწავლებლებივით არის სასწავლებელივით რომ სადაც შენი უცოდინარობაც ჩანს შენი ნაკლიც ჩანს შენი ისიც ჩანს ყველაფერი ჩანს ხო და ამ შემთხვევაში ვერ გაურბის ადამიანი და სამწუხაროდ ჩვენ და თორე შეიძლება აი რომ გაიქცე და უპრობლემოდ შეხვიდე შენი ყველა პრობლემა რა თქმა უნდა ღმერთი ამას დაალაგებს მაგრამ რო დგეხარ ძალიან იმაზე ფიქრობ რომ ვიღაცა ავად ყავს სადღაც ის ანუ ადამიანს არ აქვს იმის ძალა რომ ეყოს რომ აი ღმერთს მიანდე და ყველაფერი კარგად იქნება აი ამ შემთხვევაში მამაო როგორ უნდა შევიდეთ ღვთის წინაშე პირნათლად ისე რომ ჩვენი პრობლემები გარეთ დავტოვოთ სიტყვაზე აი რაღაცა ვალი რო გაქვს ან რაღაცა არ შეგყვეს იქ და არ იფიქრო ეხა მე ისა რა ქვია ნაირას როდის ვნახავ ან ვიღაცა სიტყვაზე ხო ხდებით აი ესე როგორ უნდა გავაკეთოთ ადამიანები ძალიან რთულია მამო წარმოგიდგენთ ეხა მთელი კვირა დაგრუზული ადამიანი იმით ამ პრობლემებთან რაღაცა და იქ შემოვიდეს და ეს ამ ყველაფერმა არ იმოქმედოს ან ეს ყველაფერი გათიშოს ძალიან იმიტომაც იქმნება პრობლემები ადამიანის ცხოვრებაში, რომ შენ ლოცვაში ხელი შეგეშალოს, ღმერთი არ გწამდეს, ღმერთთან საპატიო პატივი არ მიაგო სათანადო და ასე შემდეგ. აი ეს პრობლემები როგორ დავტოვოთ გარეთ, როცა მოვდივართ ნებისმიერ იმაში, რა ქვია, ტაძარში თუ პირად ლოცვებში სიტყვაზე. კეთილი, მადლობა გიორგი კითხვისთვის. მადლობა თქვენ. ნახეთ გიორგი, ნებისმიერ საქმეს რაც წინ გველოდება, ჭირდება ორი რამ. წინდახედულობა და სიბრძნე. უმთავრესი პრობლემა რო ჩვენ ეს გარეთ არ გრჩება, არის რომ ამაზე ფიქრს ვიწყებთ უკვე რომ ტაძარში ვარ შესული. ნახეთ? აი თქვენ ახსენეთ სამამტყფო და სასწავლებელი. ყველაფერი იწყება გათენდება თუ არა იქიდან. თუ დილიდანვე რო გათენდება, იქიდან იცი რომ დღეს ად მიდიხარ და იქიდან იწყებ უკვე განტვირთვას გონებისა იმისა რომ ამ სოფელში ამ სოფლიური დაუტოვო, ეს გეხმარება იმაში რომ ტაძრის მისვლამდე ცოტათი მაინც შეამსუბუქო შენი გონება კი არ დაივიწყო, უდარდელი კი არ იყო, არამედ ადამიანთან განკაცებულ ღმერთთან მიდიხარ, წმინდანებთან მიდიხარ სათხოვნელად და შენ გონებაში ერთი რამე უნდა ტრიალდეს, ეს პრობლემები კი არა რაც გაქვს, არამედ ამათ როგორ უნდა მიმართო. ნახეთ, აი ჩვენ მაგალითად დღის ბოლოს რომ მივდივართ მაგალითად ქორწილში, ან მივდივართ რაღაც აღშმობა გვაქვს სტუმრად ვიკრიბებით. დილიდანვე ფიქრობთ, აი დღეს პირობითად რითი შევიმოსოთ, რომელ საათზე დავგეგმო იქ მისვლა და რაღაც გეგმას ვაკეთებთ, ხო? დამთავრდა. მივდივართ ექიმთან. თუ ჩვენ სამამტყფოში შესვლის მერე დავიწყებთ იმაზე ფიქრს, რა ვტკივა, როდი ვტკივა, რა წამალი ჩვენი დავლიე, შეიძლება რაღაცა დაგვავიწყდეს, გამოგრჩეს და ასე ან აურიოთ რაღაც თარიღები ერთმანეთს. ანუ დილიდან ვაკეთებ მობილიზებას, რომ ექიმთან როცა მივდივარ, მით უმეტეს ძლივს მომესა საშუალება, რომ 1 საათი გამომიშთა და ეს ექიმი დაკავებულია, რომ აი ამ დროს მე მაგასთან რამე არ დამავიზედეთ, შეიძლება მონახაზის გავაკეთო, ჩანაწერი. ანუ მე უკვე ვემზადები. ნახეთ, ეს არის პროექტი, რისი აშენებაც გინდა. რომ იწყებ, გათხრის მერე კი არ უნდა მოიფიქრო, როგორი სახლი უნდა აშენო. ასე რომ, როდესაც ადამიანი უფალთან მიდის და ეს პრობლემები კი არ უნდა მიატოვოს ან დაუტევოს, არამედ მისი გონება და გული ისე უნდა გააწმინდოს, ვისთანაც მიდის, იქ იყოს პირნათლად. ერთ-ერთი მამა საოცარ ამეს ამბობს, რომ ძალიან რთული ეს პირველად მოსმენა და ჩემთვის რთული იყო. ღმერთსო, ნუ რაფერს ნუთხოვთო. და აკეთეს პაუზას, რომ ჩვენ გონებაში დაიბადოს აზრები, როგორ აბა, როგორ ღმერთმა ყველაფერი იცის, თქვენ რა გჭირდებათ. ღმერთს თხოვეთ ის რომ რა მდგომარეობაში ხართ, ამის დათმენის ძალა მოგცეთ. მოგცეთ სიბრძნე და წინდახედულობა, ეს პრობლემები თუ ეს განსასწრებელი გონივრულად როგორ გადალახოთ. შენსა და მოყვასის ასიკეთოთ. მარტო შენს ასიკეთოთ არა. შენ შეიძლება დღეს შესაკეთოთ ყველაფერს აკეთებ და ამით ვიღაცა ადამიანების არასდროს სხეული, არამედ სული ზიანდება. ან პირიქით რა მნიშვნელობა აქვს. ანუ სხვის უბედურება და შენ შეიძლება დღეს ძალიან ბედნიერი იყო. აქედან გამომდინარე ჩვენ ყველაფრის დატოვება გარედან უნდა დავიწყოთ, გარეთ უნდა დავიწყოთ სანამ ტაძარში მოვალთ. აი როგორ ზემოთ ვახსენეთ. მე უკვე მივდივარ ტაძარში, სახლიდან გასული სადარბაზოში, ავტომობილში, ტრანსპორტში, უკვე ფიქრობ, რომ უფალთან რისთვის მივდივარ, რატომ მივდივარ, რომ ეს იცის ისედაც უფალმა შევახსენო? ის ფარისეველი ხომ არა ვარ უფალს ვახსენებს, უფალო შენ ხო იცი რომ მე 10 წვირავ, ტაძარში დავდივარ. ეს არ ჭირდება უფალს იცის.
და არა ვარ როგორც მეზვერი. როცა მივდივართ. როგორ ბრძანეთ? ამ პრობლემებით რომ მივდივართ, გავართ იმ ფარისეველს, რომ ნახეთ, ზოგადად ნებისმიერი ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი და უფრო მაინც ასე მაქვს სრული თქვა, რომ ჩვენ მაინც უფლის ხატება ვარ და უნდა ვეცადოთ უფლის მსგავსებას. მაგრამ თუ ადამიანი არ მიდის და დამოკიდებულებაში არ შედის უმთავრესთან და ეს არის უფალი, დანარჩენი ყველაფერი არის, ნუ ხა ფარისეულ სიტყვას მაინც არ გამოვიყენებ, მაგრამ ყველაფერი არის ეს დამხმარე საშუალებები, დაკმაყოფილება საკამარისი არ არის. ნახეთ, ადამიანი, რომელიც პირობითად დიდებულია ტაძარი, მამები ამბობენ, ვინც ხატი დაწერაო, მასზე ლოცვის ნაწილიო, ვინც დაწერა იმასაც მიუვაო, რამხელა სიკეთეა ჩადებული. მაგრამ ნახეთ, ხატის დაწერა არ აცხოვნებს ადამიანს. ტაძარი რომ ააშენოს ვინმე არ აცხოვნებს მას თუ მან თავისი ყველაზე მთავარი ტაძარი დაანგრია და თავისი სახარებაში წერია გახსოვდეს ღვთის ტაძარი ხარ და სულია დამკვიდრებული შენ შორის. თუ შენი სულის ტაძრის ცხონებას არ ფიქრობ, ეს 3 და 4 ტაძარიც რომ ააშენო, ეს არის დამხმარე საშუალებები შენი სულის აცხოვნებლად. მაგრამ ღვთის წინაშე როცა წარსდგები, უფალი იქ არ გეტყვის. რამდენი სანთელი დაანთე, როგორ ილოცე, ცხარი შემოსწირე, ტაძარი ააშენე, უფალი გეტყვის. ეს ხალხი, ვინც შენნაირად მე ამ სამყაროში ღვთის ხატად შევქმენი, შენ მის გადასარჩენად რაქენი. პირდაპირ წერია სახარებაში, წადი ჩემსგან წყეულნო და დაემკვიდრე თქვენთვის, რატომ შეკითხვა ისმის სამართლიანი, იმიტომ რომ შიოდა და არ მაჭარე მწყუროდა და არ მასუ და ასე შემდგომ. ასე რომ უამრავი ადამიანის თანადგომა უამრავი ადამიანის ხელშეწყობა როგორც ჩვენ გვჭირდება, ასევე ჩვენსგან ჭირდება სხვას. და ადამიანის დამოკიდებულება, როდესაც არის ტაძართან, აი პირველ რიგში უამრავი ფაქტი მქონია, ადამიანი მოდის ტაძარში და შემოვა თუ არა ტაძარში პირველ რიგში ეძლებს სანთელის ადეყიდება. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება უფალთან. მე ვეუბნები, ხო შეიძლება ტაძარში სანთელი აღარ არის, ან არის დამთავრდა, ან არ იყიდება. ვის და რისთვის მოხვედი აქ სანთელი რო დაანთო? ვის უნდა დაანთო სანთელი? ყველა დიდი სანთელი ხარ შენ. შენი მნიშვნელობა და შენი ფუნქცია სადაც ხარ, ყველგან უნდა ანათებდე. სიხალვე ნუგეში უნდა შექონდეს. აქ ღვთის სახლში მოხვედი, კაცო, ეს იგივეა რომ ადამიანს სტუმრად მიხვიდე და პირველ რიგში სამზარეულოს ეძებდე. აბა მაპატიეთ მასივარში რა გაქვს დღეს რითი მიმასპინძლებ. ჯერ ადამიანებს უნდა მოეფერო, მათი სიყვარული, ჩახუტება, მოიკითხო, როგორ ხარ, იქნება არაფერი არ აქვს საერთოდ საჭმელი. ეს არის ურთიერთობა, ცოცხალი და სასიყვარულო და არა რა ვეჯი აქვს და პირობითად რა ნივთი იყიდა და ასე შემდგომ. ასე რომ ადამიანებს სამწუხაროდ ეს დამოკიდებულება რომ უფალთან მოდიან თითქოს ამებით სანთელი დაანთო, ხატი გაწმინდა ან ემთხვია, დიდებულია ხატი ემთხვევა. კარგია სანთლის დანთება, მაგრამ ერთ-ერთი მამა ამბობს, იცოდე როცა სანთელს ანთებ, შენ სანთელი გამხელს. რატო გამხელს? შენ მე მატერიას დანიშნულებას რომ აძლევ, რომ ავინთო, ჩამქრალი სანთელი ხო არაფერი არ არის, ფანქარივით არ არის. დანიშნულებას რომ ანათებს და ათბობს, შენ თუ ცხოვრობ ისე. შენი ძაფი როგორც სული თუ არის, შენი ცვილი როგორც შენი სხეული ისე თუ ზრუნავ შენ სულზე და როგორც ჩემი ცეცხლი არის მანათობელი, ასევე შენი საქმეები თუ არის ნათელი. თუ არა და მე რას მანთებ? შენაინთე ჯერ საკუთარი თავი. გესმით ხო? აი როგორც სხვაგან სახარებაში წერია, სხვის თვალშიო, რადიზებო ჯერ შენ თვალშიო და მერე წადიო. არ წახვიდეო არ ამბობს. ჯერ შენი თვალიდან ამოიღე, შენ განიკურნე, შენი სწავლე სიყვარული და მერე სხვაში მოძებნე. ასე რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ სახში ადამიანი სახლიდან გამოვიდა, საშინელი სიტყვებით დატოვა სახში დედა, მამა, მეუღლე, შვილი, პირობითად ვამბობ, მაპატი ამ სიტყვას ვიხმარ, სახში იმას უკბინა და ტაძარში მოვიდა და ხატებს აკოცა. ეხლა მე შეკითხვას ვსვავ, უფლისთვის რომელია სათნო კაცო? ის ადამიანი ცოცხალი დღეს შეურაცხყოფილი, მტირალი, დაჩაგრული, დაბეზღებული და ასე შემდგომ სახში ყავს. იქ იყავი სახში, სულ არ მოხვიდე ტაძარში. იქ იყავი, იმასთან იმეგობრი, იმას აკოცე, იმას ჩაეხუტე, იმაზე იზრუნე. ეს არის შენი დღევანდელი მსახურება. და თუ აქ ყველაფერი მშვიდად არის და შენ გაქვს დრო და საშუალება იმისა, მე წამოდი და უფალი ადიდი აქ. აი ეს არის მთავარი. ასე რომ უმთავრესი ჩვენ თუ ქრისტესთან მისვლა არ გვინდა, ჩვენ თაბორზე რომ მივიდეთ, ესენი უნდა ვაკეთოთ აქ. და თუ ამას არ ვაკეთებთ, ეს ჩვენთვის იქნება სანახაობა, როგორც სახარებაში წერია, თუ ღმერთი ხარ გადმოდი. რო გადმოვიდა, კაი, დაიჯერე ღმერთი ხვალეთყვი, აბა თუ ღმერთი ხარ ეს გააკეთე და გამოდის რაღაცა არა მართ ჯანსაღი დამოკიდებულება. ღმერთი არ იყო 3 დღის უკან ლაზარეს რო უთხრა გამოდიო და აღადგინა. იხილა ხალხმა. ეს მოეწონა ხალხს. ეხლა უნდა რომ ჯვრიდან გადმოვიდეს, ხვალ რაღაცა მოუნდება და ასეთი რაღაცა
თამაშობითი ურთიერთობა აქვს. ასე რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, აი მთლიანობაში რეზიუმეს რო გავაკეთებ, რომ ჩვენი გონება ესე რომ ვთქვათ, დავამშვიდოთ. აი ერთ-ერთ ექიმსა აქვს დღეს ვთხოვე ადამიანს და აი ვიტყვი ესეთ რაღაც რომ ერთ-ერთი ექიმია გადაცემას უყურე ძალიან საინტერესოს და ადამიანებს ესე რომ ვთქვათ ტვინის ენცეფალოგრამას აიმას ნეირონებს დაკვირვებას ახდენს ესე რომ ვთქვათ სამედიცინო ტერმინოლოგიით და აკეთებს ეს რაღაცას რომ ეს ნეირონთა შორის კავშირი და მიმოცემა რა სიხშირეზე არის ეს გერცებით იზომება რომ რას უფრო ადამიანი მეტნაკლებად მობილიზებულია და მშვიდია გულუბრყვილ და დამშვიდებულია მისი არის ძალიან ესე რომ ვთქვათ ნორმის ფარგლებში ესეთი აქვს თურმე შვილს ბავს რომელიც არის გულით წმინდა და ჩვენ როცა ჩვენი გონება თუნდაც ავიღოთ ძილი ძილის ფაზები ხო არსებობს თუ ჩვენი ტვინი დატვირთულია და წევართ მაინც არ გეძინება იმიტომ რომ გონება ფიქრობს იქ რა ვქნა ტვინი მუშაობს გულს იზარღვი ამას მოყვება ემოციური ფონია და თუ ჩვენ დავიწყებთ სიმშვიდისკენ წასვლა ჩვენი გულს იზარღვები და გული მშვიდად ზგერდა ანუ ძილის რაღაც ფაზები გვეწყება და მესამე ფაზაში გადავდივართ ასე უნდა ვეცადოთ რომ ეს პრობლემა ისედაც მოსაგვარებელია და თუ მე ამ პრობლემით შევალ მე ამ მოგვარების საშუალებებს რაც შეიძლება მადლს ნიჭს ეგრეთ წოდებულს ტაძრიდან ვეღარ წამოვიღებ იმიტომ რომ მე თანაზიარი არ ვიყავ იმ სახურებაში რასაც მღვდელი ამბობდა პირველი კვერექს იწყება მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ აღარ მაქვს სიმშვიდე ჩემი მშვიდობა არის ქრისტე და ამ შემთხვევაში მე ქრისტესთან მოვედი მაგრამ ქრისტე აღარ ამყავს ჩემ გონებაში ისევ ჩემი პრობლემებია და როგორც კი ჩემ გონებაში მშვიდობა დაიწყება ქრისტესთან ერთობა ამ შემთხვევაში უკვე მე მოუყვები მე ნებისმიერ თხოვნას როდესაც მღვდელი ევედრება ქვეყნისთვის პატრიარქისთვის კეთილშეზავებითაც ჰაერთას ამინდისთვის აი ნახეთ ბაალის კერპი რო დაემსხვა ეს ბაალი იყო ჭექაქუხილის ღმერთი და 3 წელიწად ნახევარი დაისაჯა ისრაელიერი და წვიმა არ ყოფილა და ამ დროს დაიმსხვა კერპი და იწვიმა დიდადო ესე წერია აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დაუტევოთ ეს შეძლების და გვარად ეხლა ბოროტი იქაც გვებძვის რა თქმა უნდა და ყველგან გვებძვის მაგრამ უფალი ნათელჩემ და მაცხოვარჩემ და ვისამეშინოდეს მოვიდა გააგდე ის აზრი მიყევი სმენაში უყურე და იცოდე რომ ისტორიული ფაქტებია რასაც მღვდელი აკეთებს მეუფეოზე ცათაო ესე იწყება მსახურება ანუ პირველ რიგში ვამბობ რომ ის არის ესეთა მეუფე მოდი და ჩვენ შორის დაემკვიდრე და ამ დროს მე ვევედრები რომ მე და გიორგი ტაძარში ერთად გავარ და ჩვენ შორის დაემკვიდროს და არ შეიძლება მე გიორგის ვესაუბრებოდე რომ გუშინ ავტომობილს მაგალითად რემონტი გაუკეთე ან რაღაცა ბინა ვიყიდე და უფლის დამკვიდრება ჩვენ შორის ტაძარში ვითხოვ და ამ დროს მიდის რაღაც ამოოდმეტყველება ან ჩვენი გონება სხვაგან არის ჩვენი სურვილები სხვაგან არის და მღვდელი საუბრობს მღვდელი ჩემთვის ლოცულობს წარმოვიდგინე ჩემი პრობლემებისთვის ევედრება უფალს და მე ამ დროს ფიზიკურად გავარ იქ და ჩემი გონება და სურვილი სამწუხაროდ არის საპირისპირო, საწინააღმდეგოც, მოდი ესე ვთქვათ. ანუ დანაშაულიც კი არის ამ დროს იქ ესეთი ქმედება. აი ხო წერია რომ ვინც სოდავს იმას მოიკითხება, მაგრამ ვაი მას ვისგანაც მოდის სოდვა. და ეხა მიხვედი ექიმთან გაწუხებს რაღაცა ნაღველი ან თირკმელი და ექიმს ესაუბრები ხო არ შეიძლება ექიმს ესაუბრა რაღაცა ყოფის ხოვრებაზე. ამას ვერ გიგვი. ის კი რა, ექიმა რო დაგიწყოს ყოფის ხოვრებაზე საუბარი არ გინდა დრო რო დაკარგო და იმას მერე მოგიყვები ექიმო, ეხლა ჯერ ეს მიშველე. ასე რომ უფალთან ეს კავშირი ჩვენ რო გქონდეს, ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ და ეს არის სწავლებადი. არ გამოვა დღეს ხვალ ზეგ ჩვენ მუდამ გვახსოვდეს რომ დანიშნულება ტაძრამდე მისვლისას ჩვენ უნდა დავიწყოთ პირველ რიგში მდუმარებით და მერე ესე რომ ვთქვათ გონების განწმედით, სულის დამშვიდებით, სუნთქვითი ლოცვები არსებობს კაცო, ხო, ლოცვის დროს სუნთქვას სწავლობენ მამები. მე დავითნეობა რომ არის ეს კითხვას თავისი წესი აქვს, როდის ამოისუნთქო და ჩაისუნთქო რომ ის კითხვა და ბგერა მსმენელთათვის იყოს ტონალობაში, ჰარმონიაში, მისაღები რომ ეს არა მარტო ყურს, არამედ გულსაც იამოს. აი ესე უხუცესი მამები ესე მუშაობდნენ საკუთარ თავზე და ჩვენ ესე უნდა ვეცადოთ. ძალიან დიდი მადლობა მამაო და მამაო აი ესე როგორ უნდა განიწმინდოს გონება აი რა არის აი იცით რატო თქვენ ეხა ჩვენ რასაც ვამბობთ ეს არის ყველაფერი სწორი მაგრამ მიმართულება არ იციან რომ როგორ დავიდენ აქამდე აი როგორ ისწავლონ აი როგორ დაიწყოს მაგალითად იმ ადამიანმა ეხა მეც მაგალითად სიმართლეს გეტყვით რა ხო ეხა მე ყველაფერი მესმის ეგენი რომ სიტყვაზე იქ რო ყურადღება უნდა მივაქციო ყველა დეტალს და ასე შემდეგ მაგრამ რაღაცა ვიღაც ნაცნობი შემოვა ვიღაცა ის ვიღაცა დაგელაპარაკება რაღაცა ნუ ვისაც არ ესმის
ჩემთან ერთად თან ერთმანეთს ხო იცით ვიკრიბებით და შაიკა ხოლმე და ანუ ხდება რა ეს რომ სამწუხაროდ ჩვენ და ვერაფერი ვერ მოგვაქვს იქიდან რა იმ მადლს პირიქით კარგავთ კი არა სხვასაც შეიძლება ხელს უშლია და ხშირად ხდება ხოლმე მამაო რომ აი შენ თავს კი არა მარტო შეიძლება სხვასაც აწუხებდე და აი ეს როგორ უნდა მამაო ვიფიქროთ იმიტომ რომ ხანდახან გერიდება მამაო რომ შეხვალე ხა ეგეც არ მომწონს ხოლმე ადამიანები ერთმანეთს არის სალმებიან იმიტომ რომ ვითომ გონია ძალიან გადართულია ღმერთთან აი ამის ნორმალიზება როგორ შეიძლება მამაო რომ არც მეტი მოგივიდეს და არც ნაკლები ხო იცი საქართველოში როგორ არის ან თანყვები და აი ვაიმე დედა და შენ გენაცვალე ან კიდე საერთოდ იგნორს აკეთებ და აი ეს შუალედი ოქროსი როგორ უნდა გააკეთო ოქროშუალედის რა გითხრა მაგდენი გამოსილება და სიბრძნე მე არა მაქვს მე ძალიან მარტივად ვიტყვი ესეთ რამეს რასაც თქვენც ხომ მოხსლიათ მამო აი პირდაპირ გეტყვით ესეთ რამეს სალამი ღვთისაა ხო სადაც არ უნდა იყო და რა დროც არ უნდა იყოს ქართულად ესია უგამარჯვებო კაცი არ ვარგა ასე რომ აუცილებლად ტაძარში შესვლისთანავე ყველას უნდა მიესალმო და მიულოცო და ძალიან მოკლედ ერთი სიტყვით თუ იცი მისი ოჯახის პრობლემა კითხო ხო მშვიდობაა ხო უკეთესად არის ეხლა გუშინ რომ ვიღაცის ქალიშვილი გათხოვდა ამ შვილმა ცოლი მოიყვანა გილოცავ გოგო გავიგე რომ და მე მითხრა და არა მთელი ქორწილის ამბავი მოაყოლო ეხლა იმ წუთას და იმ დროს გესმით აბა როგორი უხეშობა ტაძარში შედიხარ და რაღაც თითქოს ჯერ ტაძარში განცდა უნდა გქონდეს მისალმების შემდგომ იმისა რომ გახარ მარტო შენსგან არ წამოვიდეს ეს ამაოდ მეტყველებები და შენს გვერდით მყოფმა რო იცის რომ გიორგი რაღაც აი ამ კუთხით ცდილობს მუშაობას მე ისიც გეხმარება მე ერთმანეთს ეხმარებით აბა რა არის ეს ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ როგორ არ მომსვლი აი მაგალითად მე მომსახური ვარ და რა დროს ვის რაში მჭირდები არის ტელეფონი მაქვს სულ ჩართული დევს დარეკა ის მეთა ნომერმა მე თვითონ მეუბნები ხო ამ დროს დარეკა არ არის ხა აუცილებელი პასუხი აი ხო რეკავს აი თუ მე ორჯერ დარეკა ესე იგი იცის იმა რომ მე ვარ მსახურებაზე და ვაძლევ თანამსახურს ვინმეს ვთხოვ თუნდაც სიკაროსაც რომ უპასუხე რამდენად აუცილებელი გესმით ხო და არა ის ახლა რომ მთელი მსახურება იყო ესე რომ თქვა და ან ტელეფონში და ასე ადამიანს უნდა მიესალმო მაგრამ არა იუმორი მოუყვე არა ამაოდ იმეტყველო გესმით ხო იმიტომ რომ ღვთისმსახურების განსაკუთრებული მომენტია დედამიწა ღვთისმსახურება და მით უმეტეს ევქარისტიული კანონი და ამ დროს ყოველივე მსოფლიო დაუტევო ზრუნვა კიდევ ერთხელ მოგიწოდეს ღმრთელსახური სიბრძნით წინდახედულობით და გონიერებით აღემართენით თუ ზიხარ წამოდექით რომ ეხლა იწყება ეს უმთავრესი მსახურებაში უმთავრესი მსახურება კიდე ეს ევქარისტიული კანონი ესე რომ ვთქვათ და ეს გამოყოფილია მაგრამ ეს მთლიანობაშია ქორწილი პირველი სადღეგრძელოდან ბოლო სადღეგრძელომდე ხიარულებით ღვთისძიდებით ცეკვასიმღერით უნდა ატარო და არა მე-7 ჭიქამდე და ან მე-15 ჭიქამდე სამწუხაროდ იმის მერე არ იციან ზოგჯერ ქორწილში არიან თუ რა აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავიწყოთ აი მე ჩემ თავს ვეტყვი რომ მე ვიმუშავებ იმაზე რომ მეტნაკლებად მოკითხვის შემდგომ ჩავერთო მსახურებაში ამისთვის ხარ აქ მოსული დამთავრდა ეხლა როგორი უხერხულია მღვდელი ქორწილში არის და პირობითად თუნდაც მღვდელი არის ქორწილში და ეხლა იქ იწყებს ისეთ ქადაგებას რომელიც უნდა ისაუბროს ტაძარში კაცო და საყარების განმარტებას იქ საქმე და ძალიან მოკლედ ერთი სიტყვით არ მომწონს ხო სწორი შენიშვნა დიახ ყველაფერს ამისი ადგილი აქვს კი ზოგი აბეჟრებს ხო ოჯახში მოიწვედა ადამიანებს და მიმართულება მიეცი დამთავრდა ის კაცი მოვიდა იმისაც რომ იმღეროს იცეკოს და როგორც შენსგან მოისმენს ორ სიტყვას ისე შენც უნდა მოისმინო მისგან ორი სიტყვა და შენ როცა იტყვი 48-ს და ის ამბობს ერთს უკვე რა ხდება ერთ ადამიანს მიყვარს ყველაფერი მის გარშემო არის ყველაფერი და ესე არ არის და უფალი ბრძანებს რომ მე არ ამოვედი იმისათვის რომ თქვენ მე მემსახუროთ ანუ მე გემსახუროთ ასე რომ უნდა მიცე იმის საშუალება რომ ზდილობის ნეობის პარკლებში იქ იყოს მხიარულობაში რამე როგორც ქართულ ტრაპეზში მაცხოვარი მივიდა ქორწილში და ნახეთ მოკლებულ ღვინოს გაუბევრა იმისათვის კი რომ ადამიანები დამთვალეები იყვნენ არამედ იმისათვის რომ მხიარულება ღვინო ახარეს პულსა კაცისესა მაგრამ გულსა კაცისესა მაგრამ ნუ დაითრები ღვინითა რომელსაგან არ სიბულწე ასე რომ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ დრო გაუფრთხილდეთ ჩვენ სულ და სულ მდგომარეობაში უნდა შევიდეთ რომ ჩვენი იქ ყოფნით ადამიანებს უხერხულობა არ შეუქმნათ ყოფნაში არ გულისხმობ მაგრამ ყოფნაში ნიშნავს რომ შენ რო გინდა ყველამ შენ გისმინო და შენ რო ყველაზე ჭკვიანი ხარ და შენ რო ყველაზე მეტი იცი არა სხვათა შორის მამაო ერთი აი მამა ელისე უნდა ვახსენო სიხარულიძე ეს არაჩვეულებრივი ადამიანი და სხვათა შორის აი დიდ მამებს გამოცდილებს ხო ეგ აქვს თუ მაგათა მონასტერში რომ მიდიხარ სტუმარი ხო ხარ დაგსვავენ და აი მათმა ყველამ ჩემზე მეტი იცის რა და გეკითხებიან აბა რა შვები აბა რა ხდება და შენ გალაპარაკებენ შენ რაღაც აი ისეთი ის არის და აი მე ხვდები ხოლმე მამაო რომ აი ჭკვიანი ადამიანი შენ გალაპარაკებს
და მეტ ინფორმაციასაც იღებს და რაღაცა თორე ეხა მე ვიცი რამე მაგაზე მეტი როგორ უნდა ვიცოდე 5 სიცოცხლე რო ვიცხოვრო კიდე მაგაზე მეტი არ მეცოდნე მაგრამ აი რაღაცა ეს მომენტი აქვს მამაო და აი ძალიან მიხარია ხოლმე მამაო და აი ეს მამაო როგორ უნდა იმას ვქნა ჩვენ არ ვიცით ხოლმე ეს გარკვეული ხიბლიც არის რა ეს აი ლაპარაკის იმის აი ეს რო ყოველთვის ყველას უყვარს სწავლება სხვისი მაგრამ რაღაცნაირად აი ეს რო გადავიტანოთ მაგალითად მამაო მაგალითად აი პატრიარქმა იცოდა ხოლმე შენიშვნას არ მოგცემდა მაგრამ ისეთ ნაბის გადადგავდა რომ მიხვდებოდი რომ შენ იქ სადაც შეგეშალა იქ შეგეშალა რა და აი მაგას ხვდები და ყველა ჭკვიანი ადამიანი და გამოცდილი ამ საქმეში ხო ყოველთვის აი მაგიტომაც თქვენ რაც თქვით თავში რომ აი სხვა ადამიანი უნდა იყოს შენთვის ღირებული ეს ხვისათვის უნდა იყოს ანთელი და მე უკვე ეს აზრები და ისინი მოდის რა არ ჩაგრავ არც გონებით არც იმით სხვა ადამიანს რა გიორგი ნახეთ დღევანდელი სახარება და ამოიღებ იქიდან მაგარ იმამდე მიმიყვანთ მაგრამ ჩვენ ხო არ თანხდებით თემებზე და აი გეფიცებთ ყველაფერს თქვენი საუბრით აი აქამდე მიმიყვანთ ეს კითხვები ხა დია მადლობა თქვენ დღევანდელ სახარებაში როგორ წერია ღვთის მოციქულია თაბორის მზაზე უფალმა აიყვანა და იქ მერე დღევანდელ დღეს ასევე კიდე მესამე სახელი ხო არის ფერიცვალება მე წეღან თქვი ესეთი რამე რომ გამოჩინება ღვთისძიდებისა და კიდევ დღევანდელ დღეს არის ასევე განცხადება სამებისა ძე თაბორის მზაზე დგას მამის ხმა ისმის და ღრუბელი ვითარცა სულიწმინდა აგრილობდა მათ და ნახეთ რა ხმა ისმის დღეს ეს არის ძე ჩემი საყვარელი ეს სწავლება და მტკიცება რომ ეს რომელიმე სათნო ვიყავ და ნახეთ მაგისი ისმინეთ ვისე უბნება ამას ისინი უკვე ღვთის საფრთხო წიაღში არიან მოსე და ელია აყვანილი არიან ერთი აღსრულებული და აბრაამის წიაღში მეორე ცოცხლად აყვანილი ამას ეუბნება მოციქულებს რაც არ უნდა მაგარი იყო მოციქულის კი რო იყო თურმე კიდევ გჭირდება თურმე ვიღაცის მოსმენა და რატო აკეთებენ ამას წმინდა მამები თქვენ რაც ბრძანეთ იმათმა რაც იციან თავიანთი მოყოლით იმაზე მეც ვერ ისწავლიან მე რაც ვიცი იმას სულ რო ვიტყვი იმაზე მეტი არ მეცოდინება რაც ვიცი აი გიორგის რომ მოусმენ და გიორგის რო დავაკვირდები იმაზე მეც ვისწავლი აი წმინდა მამები ამბობენ თუნდაც ეშლებოდეს ხო სიტყვაზე შეიძლება იმას ისწავლი რომ მაგას ვამბობდი ზუსტად ხო ნახეთ მაპატი არა რას ამბობ ცოდვილი ადამიანისგანაც კიდე შეიძლება რაღაცა ისწავლო შეკითხვა ისმის როგორ კაცო ადამიანი რომელსაც მე ვხედავ და ცოდავ იმისგან რა უნდა ვისწავლო ის უნდა ისწავლო რომ შენ არ გააკეთო ის როგორ არ უნდა მოიქცე ეგ როგორც მინუ არ მოგეწონა ისწავლე აუ ეს რა ცუდია ამას მე არ გავაკეთებ იმიტომ რომ მე ამას რო გავაკეთებ ვიღაცა ჩემზე იტყვის და ჩემზე არ მინდა ეგ რო თქვან და კეთილი ადამიანისგან რა უნდა ისწავლო? კეთილი ადამიანისგან უნდა ისწავლო რა უნდა გააკეთო შენ. ეხლა რა შვება აქ ბოროტი? როგორც დედა ცოდვებისა არის ამბარტავნება, ქმედითობაში არის დედა ცოდვებისა სიზარმაცე. ჩვენ რას ვაკეთებთ? დავინახავთ ცოდვილ ადამიანს და იმას კი არ ვამბობთ რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ, არა, ეს ამას აკეთებს და მე არ ვაკეთებ ჯერ. აი ეს ცოდვილი, ანუ განვიკითხავთ. და როცა დავინახავთ მართლის მოქმედს ადამიანს ჩვენ ხო გვეზარება მაგის კეთება და შემოდის შური იმან ალბათ მოიპარა ილვალ ვიღაცა დაეხმარა ვიღაცა შეედა ასე შემდგომ ასე რომ თუ გონიერი ხარ და შენი საკუთარი თავის გაზრდა გინდა იმისგან მოაკოწიწე ფუტკარი იყავი რა უნდა აკეთო ამისგან ისწავლე რა არ უნდა გააკეთო აი ჩათვალე რომ ქოთანში გააქვს რაღაც საოცარი ყვავილი და გინდა რომ ეს ყვავილი გაახარო და ვინც ამ ყვავილი ვისაც ეს ყვავილი ვინც მოუარა ამ ყვავილს და გაახარა ეკითხები რჩევადარიგებებს რა ჭირდება ამას როგორი კლიმატი მზე წყალი და ასე შემდგომ და ვისაც გაუხმა ეს ყვავილი იმას ეს ეკითხები რატო გაგიხმა ეს ყვავილი რომ იგივე შესწომა მე არ მომივიდეს და ეს არის სიბრძნე და ჩვენ ეს არის სწავლებადი მოციქულებს ეუბნება იმისი ისმინეთ და უფალი სხვაგზის სახარებაში კიდე ბრძანებს არა ყოველმა რომმა რქვას მე ჰეუფალო არა ყოველმა რომმა ისმინო სიტყვა ჩემისა იცხონდეს არამედ რომმა ნაღასრულოს იგი ამას იმიტომ კი არ ისმენ რომ შენ ეს იცოდე ბიბლია სექტანტებმა და ბევრმა ერესის წარმომადგენლებმა ზეპირად იციან მაგრამ აღსრულება სახარებისა საქმეში უნდა გამოვლინდეს ჩვენს მიერ დაწერილი სახარება არის ჩვენი ქმედითობა ამის სწავლდგებით ღვთის წინაშე აი ამ ჩვენი ცხოვრების წინგს მივიტანთ სადაც უნდა ვეცადოთ რომ ამოშლილი იყოს ის ცოდვები ჩვენი სინანულით და დაწერილი იყოს მეტობაში ჩვენი მადლისმიერება და სიკეთე. და როცა ადამიანი ესე ცხოვრობს, რა წერია დღეს სახარებაში უფალთან არის, რა კარგია ყოფნა. რა არის კარგი? თის ვერზე ხარ, ღამე ცივა, დილით ცხელა. საკვები არაფერი არ გაქვს. თაზე ხარ.
და სამი ადამიანი ხართ ჩვენ, პეტრე, იაკობი და ივანე და უფალი მეოთხე. კი ბატონო. რამდენი ხანი უნდა იყო აქ? ადრე თუ გვიან ეს გახდება თუ არა მოსაწყენი? როდესაც თან ქვევიდან ამოსული ხარ, ანუ ამ სამყაროდან, მოსახლეობიდან, მეგობრობიდან, საკვებია, რაღაცა ხო არის ქმედითობა? არა, აქ კარგია, უფალო. და ნახე რას ამბობს პეტრე. მოდი ვქნათ სამი კარავი. ეხლა ნენელა მივყვეთ სამი კარავი. ერთი უფლისთვის. ეხლა ღმერთია და ცალკე. ეხლა ეს ორი როგორ გავყოთ? ხუთზე, ხუთი როგორ მოვათავსოთ აქ? ჩვენ რო ეხლა გავთვალოთ. ერთი მოსეს და ერთი ელიას. და ჩვენ და აქ რა არის საოცარი, არც ერთი სხვა მოციქულის აზრი არ არის, იმიტომ რომ ერთი ამბობს სამის აზრს. ერთი ამბობს სამის ნებას. თქვენ ღამე გრილად იყავით, აი ადამიანური შეხედულება, აი სიყვარულის აღმატებულება დილით არ დაგცხეთ. თქვენ აქ იყავით, ჩვენ კარვის გარეთ ვიქნებით, ოღონდ ჩვენ თქვენთან ერთად ვიყო და ჩვენთვის ესიც არის ბედნიერება. აი ეს არის უფალ და როცა მიდიხარ, არც ანთელი გაქვს, არც მისი ფული, არც ხვარი, არც ყულაბაში მაპატიე ჩასაგდები რაღაც შესაწირი, მაგრამ შენ იქ გინდა და შენ გძნობ იმას, რომ უფალი შენთან არის და შენ ხარ პირველ რიგში მასთან. უფალი ყველასთან არის. არ არსებობს. იქ მაგრა იგრძნობა. შენ უნდა განიცადო რომ შენ და ყოველას კარებზე აკაკუნებს უფალი, მაგრამ ვის გულში არის, ვინც კარი გაუღო. იძულებით არ არის გულში შემოსვლა, ესე რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე დღევანდელი სახარება ამაზე საოცარ პასუხს. მამო ძალიან საოცრად ახსენე და ბოლო 10 წუთი დარჩა სამწუხაროდ ჩვენ და დრო გაგვექცა რაღაცნაირად მალე გადის დრო რომ ესე საინტერესო საუბრობ და მამო თუ შეიძლება რომ კითხოთ ეგეთი რაღაცა ეხლა თქვენ რო ახსენეთ რომ ისა რა ქვია აი სხვას მაგალითად სხვა შეცნობილ ადამიანსაც უნდა მოისმინო ამისგან უნდა ისწავლო რაღაცა ხო აი რა მაინტერესებს ცით აი ხშირად ხდება ხოლმე რომ ადამიანი რომელიც შეცნობას დააუშვებს შემდეგ მიღებული არ არის მისი აზრი შეიძლება არ იყოს მიღებული რაღაც არის და მე პირიქით ხშირად ხდება ხოლმე რომ ეხლა გამოცდილი რო არის რაღაცა საქმეში სიტყვაზე რაღაც დაკარგა ხო რაღაც დაენგრა ხო ბიზნესი ან რაღაც. Პირიქით იმას უნდა კითხო, იმიტომ რომ გამოცდილება აქვს და შენ ისწავლო როგორ არ უნდა დაგენგრეს სიტყვაზე და ამ შემდეგ, ნუ წოდებს აზე არ გამამახვილე ყურადღებად, მაგიტომ თქვი ეს აქ, იმიტომ გადავიტანე ამაზე საკითხი და აი როგორი რაღაცა იცით ადამიანები მამო რომელიც სიტყვაზე ამ დღეში არიან ხო მე ამისგან მე რა უნდა ვისწავლო რაღაცა ხო და იმ ადამიანებსაც გული წყდებათ მამო აი მაგალითად აი ვიღაცა ადამიანი რომელიც სიტყვაზე რაღაცა ნარკოტიკს იღებდა პირიქით იმას უნდა დაიკითხო და იმა უნდა გითხრასო რა ცუდია რა თქმა უნდა რომელიც გამოსწორებულია უკვე ხო იმა უნდა გითხრას რომ არა შვილო ეს არ მოწიო სიგარეტი ძალიან ცუდია უკეთესად ვერავინ ვერ გეტყვის ხო და ამას მამო არ იღებენ აი შეიძლება არის ხოლმე შეიძლება ვიღაცებს ეწყინოთ მაგრამ აი ბერებს მიადგებიან და უყვებიან ხოლმე ოჯახურ ამბებს რაღაცა და ვერ დაგარიგებს ისე როგორც სიტყვაზე ოჯახი რო ყავს ისეთი მღვდელი და არც უნდა შეაწუხო და თან იმას ხო და არ ესმით მამა ჩემი მამა იცი ვინ არის აი მონასტრის წინამძღვარი და მე ვფიქრობ ხოლმე რომ ჯერის მამა უმეწოდება ხოლმე თან არ შეიძლება ის ოჯახის აი სად ეხა ის რო აგიხსნის ციხეში რო იჯდა რომ მოგიყვება ციხეზე რო კითხავ და სად ნაჯდომი არ არის და უნდა აგიხსნას ვირტუალურად რომ ციხე რა ცუდია ხო და სად ადამიანი რო იჯდა სიტყვაზე და ჭყალებში ცუდი ხო ხდებით რაღაცნაირად ბევრისთვის გამოსადეგია ხო და ხო ხდებით მამა რას მომობ რა ცუდი აი თვითონ გამოცდილება რო არ ყოფნით იმ ადამიანს რომ დაადგები და რო უყვები რომ ოჯახში იცი რა ხახვი არ დავჭერა დედამთილი მეჩხობა და რაღაც არ იცის რა იმ არქიმანდრიტმა რა და ეგერ ვისაც აქვს სიტყვაზე ოჯახი იმას ჯობია ხო რო კითხო ანუ ამით ის თქმა მინდა რომ ზუსტად იმის ამარზე რომ მიიტან შენ იმას თხოვნას თუ პრობლემას იგი გვარდება რა და თუ შეიძლება მამა აი თქვენ რას გვირჩეთ ამ ხრივ რა იმიტომ რომ ან შეცდომილი ადამიანი დღეს არავის არ უნდა მამაო რა ვიღაცა სიტყვაზე რაღაცა დააშავა ერთხელ მაგალითად მიქარა და მე მოდის და ამას მე რა უნდა ვკითხო ბიჭო ეს რაზე უნდა ველაპარაკო პირიქით იმისგან გაიგერო იმან კი დაკარგა შეიძლება პრობლემა აქვს რაღაცა იმ პრობლემას როგორ გაუნკლავ და შენამდე როგორ მოვიდა ის გაიგერო შენც იგივეში ეს დაგეხმარება კეთილი ну ეხლა თქვენ ახსენეთ აი ხო ბევრი კითხვა დავს მაგრამ აი ბოლოს არა უშავს აი მაქსიმუმ ბევრი მონასტრში ცხოვრობ რა საკითხსაც აი ძალიან ესე დიდებულ მონასტრებში დიდ მონასტრებში სულიერ მონასტრებში როგორც იყო აი გლენის უდაბნო ოპტინელი ოპტის უდაბნო და ასე შემდგომ და აქვე მინდა ვთქვა რომ ჩემთვის გამორჩეული ლოცვა და საყვარელი არის ოპტინელი ბერების ლოცვა. ვინც ერთხელ წაიკითხავს, თხოვ რომ ძალიან ნელა, ფრთხილად ყურადღებით წაიკითხონ და ოთმინებას გასწავლის, ხო? ალბათ არ ვიცი, მე ლოცვა რომელს ჩამოვარდება, მაგრამ ეს არის აი ყველაფერი არის ჩემთვის. აი ეს არის აი ადამიანს თუ გინდა რომ მთელი ცხოვრება ესე მოკლედ თქვა, ალბათ ყოველ დილის ლოცვის შემდგომ მე ყველას ურჩევ რომ ამას ერთხელ წაიკითხოს. ნახეთ, ესე არის
გამოცდილი ტაძრის წინამძღვარი თავის საძმოდან გამომარჩევს ერთ ისეთ სულიერ ადამიანს და იმას ნიშნავს მონასტერში აღმსარებლის მიმღებად და არ არის აუცილებელი მაინც მონასტრის წინამძღვარი იყოს. ბრძენი მონასტრის წინამძღვარი აგდებს ესეთ რამეს, რომ ის იბარებს ყოველას აღსარებას და თუ ეს მონასტერი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის და არ არის აქ სხვა თეთრი სამღვდელოებიდან სამრევლო ტაძარი არ არის, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გამოიყოფა მღვდელმონაზონი, თუნდაც შეიძლება იყოს არქიმანდრიტი და ისიც აი ამ ბრძენი სულიერი წინამძღვრის ლოცვა-კურთხევი და ის არის დადგენებული რომ მიმართულება მიცის. მაგრამ როცა საერო საკითხები არის, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, სასურველი იქნება ეს ნამდვილად იმასთან ისაუბროთ, ვისაც ამის გამოცდილება აქვს. პირველ რიგში ჯერ უნდა ილოცო, ღმერთო, შემახვედრე ისეთ მოძღვარს და არა ის რომ ხა ვინ არის მაპატიე დუხეშად არ გამოვიდეს რომ იქ ცნობილი ამით, იმით და ადგილმდებარეობით ან ტაძრი და ასე შემდგომ. ისეთი სულიერი მოძღვარი, რომელიც ჩვენთან მომიყვანს, რამე თუ თვალმა შეიძლება მოგატყუოს. ყურმა შეიძლება მოგხიბლოს. გული ვისთანაც გაგიწევს, იმასთან უნდა მიხვიდე და ამაში უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შენ გულმა გაგიწია და არა პირველი დანახვისთანავე ეს გულის გაწევა ნიშნავს, რომ არჩევანი საშუალების წინაშე გახარ და მე უნდა გაზაზღდო ვისთან და როგორ. ამიტომ წერია, რომ მოძღვარი ეძებეთ და ეს არის ერთ ტაძარში მეორე, მესამე ეძებეთ, გაესაუბრეთ, ცოცხალი დამოკიდებულება ნახეთ მაგასთან, თორე დანარჩენი ახლა ქადაგება და ამბიონიდან კითხვა ცდილობს, რომ ყოველას მეტნაკლებად ერთნაირად არის ეს მამათა სწავლება. ცხოვრებისეული ქადაგება, ცხოვრებისეული დამოკიდებულება უფრო მეტი. აქედან გამომდინარე უნდა ვეცადოთ რომ ეს მაინც ოჯახური საკითხები, ცოლქმრული საკითხები ადამიანთა შორის ჩვენ შეიძლება სათნოებებზე და ცოდვებზე ვესაუბროთ გამოსის სულიერ პიროვნებებს და მათ შორის შეიძლება იყოს ბერი და მე უფრო მეცაც გეტყვით. შეიძლება იმდენად დიდი ბრძენი ადამიანი იყოს სოფლის უხუცესები როგორ იყო ადრე, რომ იმას იმდენი ცხოვრებისეული გამოცდილება ქონდა, სულ არ ჭირდებოდა იმას ოლარსამაჯური და საიდუმლოების შესრულება, ყველა მიდიოდა იმასთან. რჩევის საკითხავად. რჩევის და არა ცოდვის შესანდობა. დამთავრდა. რაღაცა. იმიტომ რომ მამო რაღაცა დედამთილი და რძალი ჩხუბობენ და მიდიან რაღაცა გამოცდილ არქიმანდრიტთან მიდიან, რომელიც დღე და ღამე ლოცვაშია და იმაში. კი, გასაგებია პასუხი შეიძლება მიიღო, მაგრამ იქ მამო იმასაც თავის ადრე მამო მონასტრებში ჯვრისწერაც კი აკრძალული იყო, იმხელა ბრძოლები მოყვება. დღესაც არის საქართველოში რამოდენიმე მონასტერსა და ჯვარს არ წერენ ამე თუ მღვდელმონაზონი ამისგან თავს იკავებდა რამე თუ ამ ხიარულ მონაწილეობა აი ამ საიდუმლოებაში არ მოიღო და უამრავი სასურველი პირი არის საქართველოში მათ შორის ისწომდი ერთს. მამო, მაპატე თუ შეიძლება მამო, რომ მაგალითად აი თქვენ გესმით მაგალითად აი რაღაცა ჩემს საკითხში მაგალითად აი ამ საკითხშია თქვენთან ეს ამაზე ვისაუბრო. ვიღაცა მამა დავითთან მივიდი კიდე სხვასთან, იმასთან ის აი თუ შეიძლება მამო, აი ეს მაინტერესებს, ამდენად აქვს ადამიანს უფლება. რა თქმა უნდა, არავინ ამაში შეზღუდული არ არის, უწმინდესიც ამას ბრძანებდა. დიახ. მოძღვარის კი შეიძლება გამოიცვალო, მაგრამ ნუ მიეჩვევიო მოძღვრის გამოცვლას. ნახეთ რას ამბობს, რომ როცა ადამიანი ცოტა რაღაცა შეიმესნ, შეიძლება მისი სული ყველა ადამიანს აქვს რაღაც ნიჭი ღვთისგან მიცემული. როგორც დღევანდელ დღეს, აი მოციქულები იყვნენ, ვისაც შეეძლო ამ 11-დან ამის დატევნა. გესმით ხო და არა ის რომ მის რვა იყო დაჩაგრული. აქედან გამომდინარე საზომისეებ ნიჭისა, მისისა მიეცემა მადლის სულისაწმინდის ადამიანს, რაც მუშაკობს. ზოგს აქვს შრომჭედლობის უნარი, მადლი, ზოგს სიმდაბლი, ზოგს მარხვაში სიმტკიცის და ასე შემდგომ. და შენ ფუტკარი ცხოვრება იმას შენს რომ ყველასგან რაღაცას აკავწიწებდე. 5 დედმამიშვილი არიან. ერთი მშვიდია, მეორე თავდაბალია, მესამე კეთილია, მეოთხე მოწყალია და როცა შენ მეზობელი ხარ ამათი 5-ვესგან რაღაცა უნდა ისწავლო რომ შენ იყო თაიგული სათნოებებისა რომელსაც სიყვარული ქვია. ასე რომ სულ უნდა აკოწიწო, გაექცე ამბარტავნებას რომ ამისგან როგორ უნდა ვისწავლო. ერთი სასულიერო პირი აზგანსვენებული, დიდებული სასულიერო პირი მისი სულიერებით და მისი ცხოვრების წესით. აი ესეთი გამოვლინება ჰქონდათ მასთან მოვიდა ერთ-ერთი ეპისკოპოსი სახში სტუმრად, ნუ რაღაც რჩევების საკითხავად. და ის თავის სულიერ შვილებთან ერთად ოჯახში როცა იმყოფებოდა, მან ესეთი რამე თქვა, რომელიც სულიერი ადამიანი მე ვნახავ, ეხლა ეპისკოპოსი საუბრობს, რომელიც ახლა ჩემთან მოვიდა რჩევების საკითხავად. ეს ამათ ასწავლიდათ. ამად ასწავლიდათ რომ ნახეთ როგორ უნდა გაექცე ამბარ და არა ეხა ჩვენთან რო ვინმე მოვიდეს რამის საკითხავად. ხო ამას უნდა ვეცადოთ რომ ყველასგან უნდა ვისწავლო და მით უმეტეს როგორ თქვენ ბრძანეთ ვისაც გამოცდილება აქვს ნებისმიერ საკითხში ყველაზე კარგად გეტყვის ის, იმიტომ რომ მან იცის ეს რამდენად ცუდი იყო. ელემენტარული რაღაცა ხილი რომელიც არ გარეცხე და გაწყინა, ან ორი წამალი, ან ორი საკვები ერთმანეთთან თავსებადში არ არის, როგორც ამბობენ. და ვისაც ამისგან პრობლემა მიღებული აქვს ან აწყინა, შენ უნდა კითხო, რამ გაგხადა ცუდად.
ეს და ეს საკვები, ეს და ეს წამალი ერთად მივირთვი და რაღაც ცუდად გავხდი, რომ მე შემდგომში ესე რო თქვა, ეს ვიცოდე, რომ იგივე შემთხვევა არ დამემართოს. უდიდესი მადლობა სამსახურით ძალიან გულისხმობ თქვენთან ლაპარაკს რო ვიწყებ მაშინ იწურება სამსახურით შევეხოთ უფალს ყველაზე მთავარი არის ეს რაც მოციქულებს დღეს ჭირდებოდათ არა მარტო შემეცნება არა მარტო განსწავლულობა არამედ უშუალოდ შეხება კარგია მთვარის დანახვა შორიდან ლამაზია მაგრამ მთვარეზე რო დაждები კიდე სხვა შეგრძნება სახარების კითხვა ძალიან კარგია ლოცვა ძალიან კარგია მაგრამ ამათი გამოვლენა არის უმთავრესი და შეგვაძლებინოს უფალმა დიდი უღრმესი მადლობა ვისაც აი რა ვიცი ბედნიერებას გისურვებთ დიდი მადლობა მამა დავით წულეისკირი გახდა ჩვენი სტუმარი, რომელიც სულ ხშირად მეკითხებით ხოლმე და ვარკეთილში არის მამაოს ტაძარი და იქ მსახურობს რამოდენიმე ტაძარი არის და იქ შეგიძლიათ ყველაზე ერთ-ერთი სხვათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ლამაზი ტაძარი არის და ეგრევე პრობლემა არ იქნება ნახავთ და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერს სიკეთეს და კიდევ ერთხელ თუ შეიძლება რომ აუცილებლად ჩვენთან აი ხალხსაც ვთხოვ რომ მოიხსენიოთ სულხანი იმიტომ რომ ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი არის და ყველა სასულიერობის ვინც ჩემთან მოდიხართ ხოლმე ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს და ძალიან მაგარი ხალხი ხართ უღრმესი მადლობა და ისედაც ყველას თელეკლესიას გილოცავთ აუცილებლად ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერს სიკეთეს და პატიმრებს განსაკუთრებით მოგიკითხავთ და წარმატებებს გისურვებთ. მე გახდით გიორგი დარასელია. გემშვიდობებით შაბათ-კვირას გავა ეს გადაცემები განმეორებით აუცილებლად და გემშვიდობებით იმ სამშაბათს და გიმდებით საღამოს 8:00 ნახევრისათვის დროებით.